ჩვენ ინიციატივას გარიერად დახვდა ერთი ესეთი უცნაური განცხადება, რომ თურმე ახალი საპარკინგო ადგილები გახდებოდა დამატებითი მიზიდულობის ცენტრი ავტომობილებისგან. მერიის დამოკიდებულება არაინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეხება არამედ მათ რატომღაც მართლაც ბრძოლავით გამოცხადებული ავტომობილების მფლობელების და ეგრეთ წოდებული მოტორიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ ვეხებით 800,000, სულ მცირე 800,000 ადამიანის ინტერესს და ალბათ რაღაცნაირად მერიას უნდა შევასრულოთ ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ გამოსავალი ავტომობილების გაჩერება და გადასვლა ხალხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეს არასწორია. მე ბევრჯერ მითქვა და კიდევ ბევრჯერ გავმეორდები, კომფორტული უნდა იყოს გადაადგილება საზოგადოებრივ ტრანსპორტითაც და კერძო ავტომობილებითაც და მეორე კიდე მედლის მეორე მხარე ისაა, რომ სად ვეპატიჟებით ჩვენ ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს საკუთარი სახსრებით გადაადგილდებიან ამ ქალაქში თავისი ავტომობილებით, ვეპატიჟებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელსაც ვასუბსიდირებთ წელიწადში 9 მილიარდი ლარი. ეს არის კოლოსალური თანხა, ეს არის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მეოთხედი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მერია ამ მიზანს მიაღწევს, ჩვენ ეს თანხები კიდევ უფრო მეტად გაგვეცდება. ეს ხო ბუნებრივი, ეს ელემენტარული არითმეტიკაა და მოდით ამ ჭრილიდან შევხედოთ და მე ჩემ კოლეგებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ უფრო მეტი დისკუსია გავმართოთ ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი პოლიტიკა. გუშინ მაგალითად იყო პრეზენტაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა შეიძინა ავტომობილები, არაერთი ავტომობილი ვნახე მე იმ პრეზენტაციაზე, რომელიც მოემსახურება რეკრეაციული სივრცეების მოვლა პატრონობას და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ ქალაქში ავტომობილები საჭიროა და კიდევ გაიზრდება მუნიციპალიტეტის გარდაც სავარაუდოდ და ადამიანებიც იყიდიან ავტომობილებს. ქალაქი იზრდება, ამ ქალაქს სჭირდება ინფრასტრუქტურა და ვიზრუნოთ არა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე, არამედ ამ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.